გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს პესის ვითამაში მაილიგას. მეორე ადგილზე ვართ, ერთი ქულა გვაშორებს რეალ მადრიდთან, მაგრამ ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა არა, ორი წაგება მაქვს. 7 მოგება უცხრა თამაში, ხოლო რეალს აქვს ერთი ფრე და ერთიც წაგება. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 2 ხელის თამაში დამჭირდება, რომ რეალს გადავასწრო. იქიდან გამომდინარე, რომ თუ შემხვდა რეალი მაწყობს, იმიტომ რომ რეალს მოუგებთ გინდა არ გინდა პირველზე გადავალ. მაგრამ აქ როგორც ხედავთ, რეალი საერთოდ არ მოყავს ხელში. იქიდან გამომდინარე, შეიძლება საერთოდ რეალთან თამაშიც არ მომიწევს, ამიტომ თამაში პროფესიონალებთან იქიდან გამომდინარე, რომ თამაში არ ვიცი. წესი რადაც და ამ პროფესიონალიზმზეც ძალიან მიჭირს თამაში და ვინც იცით პესის კარგი კონტროლები, კარგი სეტინგები მირჩიეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მე თამაშის აზრი არ ვარ, მარტო პასები და თუ კარებამდე მივედი იგაა რა. ხო და მაილიგა ძალიან კარგი ყოფილა, როგორც რიმლიგაში აქმნი კლუბს და მიდიხარ ტიტულებისკენ, მსგავსი რაღაც ყოფილა მაილიგის ამბავი. აქ შორიდან გასროლა და 1-0, ესეთ შანსები არ გაიმაზება. მაგრამ ერთი ისა, რომ ესეთ შანსებზეც შესაძლოა რომ გოლი არ გავიგდეს, იმიტომ რომ მეკარეები აქ სასწაულად დაფრინავენ და თორსები ეს ხო რივალდო თავისი მარცხენათი და გადაიფარა თავისი თანაგუნდელი მეკარის, აქედან გამომდინარე გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა დასეივება. ნახოთ შემდეგი გოლი როდის გავონ, მე-4 წუთზე გავიტანეთ თამაშის დროით გოლი, რასაც მივესალმები, აქ რივალდო ისევ გრძელი პასი წინ, აქ ჰარიკეინი არის გოლიადორი. გამომდინარე რივალდო რა კარგად უყავს, ეს უკვე მეორე გოლი რივალდოსი. დღევანდელ მატჩში და მგონი საერთოდაც მეორე გოლია. ჰარიკეინს აქვს 6 გოლი ზედიზედ მატჩებში და ბომბარდირთა დავაში მეორეზე, ანუ ისკოს შემდეგ და აქ ჰარიკეინი უკვე დაასრულებს აქ თავის შანსს, რა თქმა უნდა და 3-0. ეს გუნდი როგორც ჩანს არ არის ძალიან ძლიერი გუნდი. იქიდან გამომდინარე მარტივად ვაკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ასე ვთქვათ საჭიროა მაილიგისთვის, რომ რეალს გადავუსწროთ. რეალის წაგება მე მაწყობს. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ადგილს დავიბრუნებთ, ამიტომ მე რეალის წაგება უდაოდ მაწყობს. აქ ესეთი პასი რივალდო ის ვარდისფერი დარტყმა როგორ აიგიც არ ვიცი, იმიტომ რომ ბოლომდე რო დავაჭერ, მე უკვე თავისით იმაში რა ქვია, ვარდისფერი დარტყმას აკეთებს. თუ ის ფერს როგორცა, ანუ ეგ უფრო ძლიერი დარტყმა, როგორც მივხვდი. მაგრამ როგორ გავაკეთო, ჯერჯერობით არ ვიცი, აქ ფინტები როგორ აიგიც არ ვიცი. ეკრანს ხელს ამან გააკეთა ფინტი. მეც მინდა ეგრე რომ ფინტები ვაკეთო, ელემენტარული მაინც. პატკატი არ გამოვა და რა კაი ბურთი მოიგერია ჩვენმა მეკარე. არ გამოუვიდა ჰარიკეინს ისეთი პასი, როგორცაც მოვისურვებდი. ამიტომ მეგარაფერი მთავარია ბურთი ისევ ჩვენია და არ დავკარგოთ. ესე ბარსელონაში ვართ. ტიკი-ტაკა გვინდა ბარსას გუნდით. რა თქმა უნდა სხვა ფეხბურთელებითაც და სხვა გუნდებითაც შეიძლება აქ. ჰარიკეინს რა კაი პასი გაუკეთე, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი და არც გამოვიდოდა.
ოჰო, რა კაი ჩაყოლება თითქოს, მაგრამ აქაც ესეთი არაფერი. ალექსანდრ არნოლდი მაგრად დამევასა. DLC-ში თუ გავჩითე, უნდა ვიყიდო. ეს ვინა რა დაწვეს რა მაგრად თამაშო. 4-0 მერე თუ 3-0 მერე. ოპა, იდრი, ფაულს. მალადიც. კაი ძლიერად დაარტყა, მაგრამ არა ზუსტად. სხვადასხვა პესიში საკმაოდ დიდი დრო ჭირდება პირველ და მეორე ტაიმს, რას შვენიერია და მივესალმები ასეთ მაილიგას, რომ მინიმუმ 5 წუთი ჭირდება პირველ ტაიმს, 5 წუთი მეორე ტაიმს. რაც შვენიერია და თუ გინდათ მაილიგის ვიდეოების გაგრძელება და დამიწერეთ კომენტარებში, რა თქმა უნდა, ასევე ერთ-ერთი თამაში აქ თუ არ ვიცი, მაგრამ თუ არის ვითამაშოთ, გუნდი ხარ არ მყავს. 2 დღეა რაც ჩავიწერე სპეისი. ხო და გუნდი არ მყავს რა. ვინმეს თუ გაქვთ რამე მინი აკაუნთი, ხანდახან შედიხართ ხოლმე, რავი თუ მათხოვებთან, რავი რამე ეგეთი გამიხარდება, რომ ცოტა ნორმალური აკაუნთი მაინც ვიქნები, სანამ მე ჩემსას მოვხოდო. ამიტომ რავი თუ გაქვთ ვინმეს ეს მინი აკაუნთი, სადაც არ თამაშობთ და უბრალოდ შესრულებს აკეთებთ და რიველათი რა კაი პასი მიცა, მაგრამ აფსაი. და აგვიანეს ფოტოშოპის პასი, რასაც მე პირადად არ მომესმე ფერნანდო ტორესი აი ქონდა ხვიდი შე. ეს ვინა. ой-ой-ой. მე როგორც მივხვდი, აქ ფინტები არის კონტროლით და სპეისით. იმიტომ რომ სეტინგებში ეგრე უწერია. იტა, ой-ой. გააკეთე. მაგრამ ესეთი ფინტები არ გამომადგება. აბა წავიდე ედუარდო კამავინგას აქ სერიოზული დარტყმა და რა კაი პასი ფერნანდო ტორესი. კარგი იყო. 4-0 ისევ ჰარიკეინი და ალბათ ბომბარდითა დავაში გადავა პირველ ადგილზე თუ არ ვცდები, მაგრამ შემდეგ ამ ტაიმის მე ვნახავ. და დღეს ერთ ტაიმს ვითამაშე მაილიგს და არ ამგონი ხა ამ თამაშის მე პირველზე გადავიდეთ ეგრევე. იქნება გამომდინარე რომ რეალიც ალბათ მოიგებს და მომიწევს რეალზე ზდებნა. მინიმუმ 3-4 მატჩი რეალი მომზდევდა ეგრე, იმიტომ რომ მე ვიყავ პირველ ადგილზე და თითო ქულა ვაშორებდა და ვაიმე რაც ხრიანი შეაგდო. ეს ვინა ვინ გაიდა? ფერნანდო ტორესი. მალადიც მოუში. არ მოველოდი იქით გოლს თუ გაიტანდა. აუ ძალიან კაი გოლები გადის დღევანდელ მატჩში 5-0. თან გუნდიც ისე შეთქვლა რომ პროფესიონალიზმზე არაფერი არ იტყობა და ნუ რა მაგარი ხრიანი შეაგდო. შვენიერი. კარგი პესის ესეთ თამაშები მომწონს. ნუ ონლაინში, რავი თუ არის, არ ვიცი, მაგრამ წესით იქნება პესი ონლაინში, ხა როგორ არის ფრინდ მატჩი შეწერა. ხო და მეთქი ცრიანში გავიდათ, ხო და გახია ბადენა. ძალიან შევდა. Number 40. ой-ой-ой, ჰარიკეინი. პრესინგზე ჰარიკეინი იდეალური ყოფილა. აქ ვინა
ნუ გადავა, კი ბატონო, გადავა, მაგით ვაყარ გავაკიდე ჩემი ფეხბურთელი. რაც ვორცდები დამატებითი დროის ამბავში ბევრი უნდა დაამატო. მინიმუმ 3 წუთამდე ვარაუდო. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი აუტები იყო დღევანდელ მატჩში. ასევე აფსაიდ ტრიპები. ის უკვე კარგია. ესეთი პასი არა. ედუარდო კამავინგა. კამავინგას ფოტოშორის არა ცუდი ფეხბურთელი. მე რასაც ვუყური. შენი ჰარი კეინი. ვახ. მორჩა. დღევანდელ მატჩში ესე მორჩა 5-0 მშვენიერი და ალბათ პირველ ადგილს დავიბრუნებთ. წესითა და რიგით და თან გამეხარდება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ისე იქნება, ცხელში ბომბარდირთა დავაში. ალბათ ჰარი კეინი უკვე პირველზე იქნება, რადგან 2 გოლი გაიტანა towards debut. towards debut. ალბათ გაიტანა 2 გოლი უკვე. ხუთით 0, 5-3 მოიგო რეალ მადრიდმა. გამიჭირდება რეალზე ზდევნა. ესეთი ამბებით. თუ წაგება არ დაუფიქსირდა. კაი, აბა ვნახოთ. ახლა ერთი გოლი გვინდა. რომ ისკოს გავასწროთ ჰარი კეინზე ერთი ისე თუ ასე, მაგრამ ისე ტრენტ არნოლდი არის 8 ასისტით. მშვენიერი. კაი, მოკლედ დღევანდელი დღისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დალაიქეთ, დამიკომენტარით და ერთ-ერთი თამაშების სპეცისაც გადავიღოთ რა მოგვიგდა. ახვამდის.